მადლობა. იცი რაზე მეშლება ნერვები? მე ერთხელ მოცილებაზე კონცერტები დამიტკი და ესე კი შენთვის შეიძლება თანამშრომლებთან ერთად რესტორნებში სიარული. რესტორნებში არა. ერთხელ გავედით შესვენებაზე, თან საქმე ქონდა რაღაც. მეც ერთხელ მომაცილეს ლუკა. და შენ ერთი ამბები ატეხა. ანუ განსხვავებას ვერ ხედავ. მე მოცილებაზე არ გამიჭედია. და შენგან განსხვავებით სამსახურში არ ვზასაუბრ ხოლმე. მოკლედ ლუკა. ძალიან ბევრი ვფიქრე ეს დღეები. და მგონია რომ ასე დიდხანს ვერ გავქაჩათ. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი დაძაბულობა. რატო თორე კი? არც ვაპარაკობთ, არც არაფერი. საერთოდ არც მინჩნევ. ჰამე მოდიხარი, წინებ, დილით დგები, მიდიხარი. ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ცალ-ცალკე. არა გავაკეთე. არაფერი. ძალიან არ მინდა ისე გაიგო თითქოს შენ გაბრალებ ყველაფერს. ალბათ მეც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი. ბევრი რაღაც თავიდანვე არასწორად მოხდა. სპექტაკლს რაც შეეხება, მესმის. არ გამტყუნება, ალბათ უნდა დაგლაპარაკებოდო თავიდანვე და ამეხსდა ყველაფერი კარგად. მაგრამ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. და პირადად აღარ შემიძლიას. მგონია რომ რაღაც ვალდებულების გამო ვართ ერთმანეთთან და არ მინდა რომ ეს ესე იყოს. მოკლედ დედა ჩემთან გადავდივარ. ესე იგი, ბევრი იფიქრე და ეს მოიფიქრე, ხო? ხვდები რას ლაპარაკობს საერთოდ, ა? კი უკა, როგორც გითხარი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მივიღე. სანამ მაგ გადაწყვეტილებამდე მიხვიდოდი. არ იფიქრე რომ კარგად გაგიანალიზებინა ეს ყველაფერი? ani ასეთი უთანხმოებები ხდება ყველა ოჯახში. ყველა ოჯახში. და პრობლემებს ჭრიან დამშვიდებულ გონებაზე. და არა ესე. და ისიც უნდა გავიწყდება რა, რომ ამ ურთიერთობაში მარტო მე და შენ აღარ ვართ. ბავშვს ჭირდება მშობლები. ბავშვის გამო შენარჩუნებულ ოჯახში ბავშვი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება ლუკა. რანაირად ცილებთ ქალაქში ვერ ხვდები რა. ერთი დღეა ჩამოსული ვარ და ასე გონია რაღაცა ვარ გამოკეტილი. სადაც ხარ მიჩეული, იქ გინდა ყოფნა. მე აქაურობას არაფერი მირჩევია. კაი რა. სოფელს რა ჯობია. ჭიდების ჭიკჭიკი რო გესმის. და ფუტკრების ბზოილი. საათს კი არ დავხედავ ხანდახან. ძროხები რო საძოვრიდან ბრუნდებიან, იმათი ზარის წკრიალის ხმაზე ხვდები რომელი საათია. ბიჭოიას ბელენგვერასისა ძროხა. გამწარებული რობღავის. ვიცი რომ ხეს ნახევარია. იმიტომ რომ ჭიშკრის გაღება დააბესტა მაგ ბელენგვერას მაგას. კიდე სულ მანქანები ზუზუნი ისმის. აქეთ კარის მეზობელს არ იცნობთ. ჩვენთან აბა მეორე სოფელში რა ხდება იგიც ვიცით. ყავა გინდა? ჩაის დავლა. ბიჭიკოს ველაბარაკე.
მეოთხარი ჩამოდი ერთი კაი პური ჭამოთ თქვა. გაუხარდა მაგრად. თქვენ თუ მასაქმეს ბოლომდე მიიყვათ, თქვენ გაგიმარჯვეთ ღმერთო. ღვინოც მოაქვს. მაგარი ღვინო აქვს წელს. რატო ჩქარო? რა დაგემართა? რატო უნდა ვიჩქაროთ? აბა რას უცადოთ? კიდე მითხარი? აბა როდის დავოჯახდეთ? 2 წელი რო დაგვრჩება მერე? ახლა მინდა მე შენს გვერდით ყოფნა. თორა საფლავის ქვაზე მარტო დამახატავენ თქვა, იმისგან მეჟინი. კარგი, როგორც შენ გინდა ისე მოგიქცეთ. მე? ო, შენ არ გინდა? ყობა. მე რო არ მინდოდეს აქ არ იქნებოდი. შენ რაღაცა თავს იკარებ და რაშია საქმე თამარ? რა ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, იქნება ამ ხელა ხალხს აღარ გვიხდება ესე ბავშვები ვით აცანცარება თქო რა. არ ვიცი რა ვიფიქრო რა. კაი რა თამარ, რას ამბობ მართლა? 100 წლის ხე ყვავის და ხარობს ჩემსოში. და ჩვენ რატო არ მეგევიხაროთ? ბედნიერებამ წლების შერჩევა არ იცის. 100 წლისაც რო იყო, მაინც იმ ერთი წამით უნდა დადგმე. თორე მე მოვა მიხეილ გაბრიელი და დაგიძახებს. აბა, წამოდი ახლა. მე იტი თავში ხელი. ამიტომ ისე უნდა იცხოვრო, რომ სიკვდილსაც ცხოვრება მოლეული უნდა დახვდე. ისე რომ მე გულდაწყვეტილმა უკან არ მოიხედო. ვის არ უნდა ბედნიერება ჩემო კარგო. მე თუ გინდა გაანძრე პატარა ხელი. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. როგორ ხარ? შენ რას ვიზამ? რა ვარი რამე ახალი? ველოდები. იქნებ რამე გაირკვეს. მეც მაგის იმედია. და კამერებზე რაო? მაგ დღეს ყველა კამერა გამართულია. აი როგორ ვერაფერი ვერ გაიგო. დაცვა საერთოდ სად იყო? მეც ეგ მაინტერესებს. აი უეჭველი შიდა ამბავია რა. ინუცა. ხო იცი ვინ იყო ჩემთვის ანდრეევიჩი? რაღაცა ბოლო დროს კი აგვერია ურთიერთობა, მაგრამ აი დარწმუნებული იყავი, რომ მაგის სიკვდილს არავის არ შევარჩენ. ვიცი რასაც გრძნობ. მეც ეგრე ვარ ზუსტად. და აი რა შენ გინდა? ზუსტად იგივე მინდა მე. ხო და რა ხარ ამ საქმეში ერთი და იგივე მიზანი გვამოძრავებს. მოდი რა ნუ იქნებით ცალ-ცალკე. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ეხლა არის ერთად ყოფნა. და სხვათა შორის შენც ფრთხილად უნდა იყო. სიმართლე გითხრა,
ძალიან გამეკვირდა ასე რომ გაგიფუჭდათ ურთიერთობა. მამაჩემი ყოველთვის ისე გექცეოდა, ისე საუბრობდა შენზე, ზოგჯერ მეგონა რა ჩემზე მეტად უყვარდა. რატომ მოხდა? ეგრე არ ვიცი. ნოდარისაც არ ვამართლებ. მაგრამ ჩემი აზრით შენც არ მოიქეცი სწორედ. კახას აყევი და მაგრა გამოგიყედა რა. ო ძალიან გთხოვ, არ გვინდა რა მაგაზე საუბარი. გიგა, თითქმის 20 წელი ვიცხოვრეთ მე და კახამ ერთად. ჩემზე კარგად მაგას არავინ არ იცნობს. ზუსტად ვიცი რას, რისთვის და როგორ აკეთებს. და მაგის კაცობაზე ხა აქ ნუ ვილაპარაკებთ რა. ო ძალიან გთხოვ რა ნინოცა. არ გვინდა რა ეხა ამაზე ლაპარაკია. იცი რა მაინტერესებს? ბოლოს ისე რო აღმოჩნდეს. მამაჩემი ისეთ მამოკლა, ვინც ჩემთვის ტერია და შენთვის პირიქით. ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცევი? ანდრეევიჩის მკვლელი ჩემი მტერიცაა. არ ვიცი. მაგრამ ახლა მეტი გზა არ მაქვს. უნდა გენდო. და იმედი არ ვიმეორებ. გიგა, მამაჩემის მკვლელის დასჯა გარდა სურვილისა. ჩემი ოჯახის პრესტიჟია. შენგან მხოლოდ ის მინდა გავიგო ვინ არის. დანარჩენს მე მივხედავ. აიცა შენი ოჯახის წერად აღარ მთვლი. გიგა, გამიგე რა ვინ არის რა. აი წავალ მე. კარგად. ხო. კი, ვისაუბრეთ. თქვენ თვალი არ მოაშოროთ. ეს რატომ გააკეთეთ? ან საერთოდ რატომ გამხვიეთ ამ ამბავში? მე არ გამიკეთებია, მე მხოლოდ ინფორმაცია მჭირდებოდა შენგან. მეტი არაფერი. ამჯერა. შენინება. ეს რომ ცოდნოდა, ასე მოხდებოდა, თავიდანვე უარს გეტყოდით. ამშვიდდი. მოდი იცი რა, სადმე ქალაქ გარეთ გაგიშვებ. დროთა განმავლობაში გადაგივლის დამშვიდდები, დასნარდები და შემდეგ ისევ შევუდგები საქმეს, ჰა? არა, მე მანდ ვეღარ ვიმუშავებ. არა, ეგრე არ გამოვა. აგოჯახს ვერ ვენდობი, ამიტომ ჯერჯერობით შენი მანდ ყოფნა
აუცილებელია. მე ყველაფერი რომ მისმარდება როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ხომ იცი, ალში არ დაგრჩები. მარიამ ბევრ ამაში დაგეხმარე. გვერდში დაგიდექი. ახლა მე მჭირდება შენი გვერდში დგომა და იმედია არ მეტყვი უარს. ბატონო კაკო, უშვილო. თქვენ ხო ნამდვილად არ ხართ გარეული ამ საქმეში. არა. გეუბნები იდიოტია ეგ ბიჭი რა. მაჩვენე. აუ როგორი გადარჩენილი ხარ აზრზე ხარ? გეფიცები ახლა შოკში ვარ. ვერ აგიხსნი როგორ შემეშინდა. არა მართლა არასდროს არ შემშინებია ცხოვრებაში ეგრე. მეგონა რომ მომკლავდნენ. მე იმაზე მომეშალა ნერვები რატო ვუთხარი კახა სადაც იყო თქო. არა რამე რო დამართმოდა ხო ვერასდროს ვერ ვაპატიებდი არა ჩემ თავს. შენ ვეღადავები გოგო? აბა არ უნდა გეთქვა და ვისთვის წირავდი თავს? საერთოდ დაიკიდე რა. მე რომ მივხვდი რა ხალხში ტრიალებდა გეგა, მაგის გამო გამწყვიტე ურთიერთობა ეგრევე. ვარც მე არ მომწონს სალი რა, მაგრამ ნუ არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ აღმოჩნდი. არაფერი არ ხდებოდა, მე უცებ კახა გამოჩნდა. თითქოს რაღაც ახალი დაიწყო და კი ვარ ახლა იქ სადაც ვარ. ხო და ეგენი ცხოვრობენ ეგრე, სულ შიშში, სულ სტრესში. ძალიან საშინელებაა. მოხვედი? მოვედი. ნამდვილად არ მეგონა იმ ამბის მერე რაც მისმა ცოლმა და თვითონ კახა მიკადრეს, საერთოდ რომ დაემაპარაკებოდი მაგ კაცს. რა ხდება? აი მე მომიყვა რაღაცეები და გავგიჟდე ამის. რა მოხდა ბოლო? როგორ გამოგიშვის? პაპატია რა რო ვერ გითხევ არაფერი, მეც საგიჟეთი მქონდა. არ ვიცი. კახა მითხრა გეგა მოაგვარაო და არც მიკითხავს რა. თავარია რომ გადავრჩი. და გეგას მოსაგვარებელი რატო გახდა ჩემი საქმე თქვა არ კითხე? ვკითხე. და უარესებიც უთხარი. და მე მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა. გეხვეწები რა. შენსად იყავი, რატო დაგაგვიანდა? უკას ველაპარაკე. რა უმერე? არაფერი დედა ჩემთან გადავდივარ. თქვენ გამაგიჟებთ რა. ჩემი თავი მეგონა ჩამოუყალიბებელი ურთიერთობებში და თქვენ ფონზე ანგელოზი ვარ მე მგონი. აუ დაუჯახდები და მე გველაპარაკე რა. თქვენ რასაც გიყურებთ, არ მგონია ოჯახზე ვიფიქრო. და რა უმერე? მოიცადე, არ წახვიდი, არ მიმატოვო, გამოვსწორდებიო? არაფერი მსგავსი სოფ. მეგონა რომ სრულიად უცხო ადამიანს ველაპარაკებოდი. ესეთი აგრესიული და ცივი არასდროს არ ყოფილა. ჩვეულებრივი კომპლექსიანი ქართველი ვაჟკაცი. მოდი რა, სადმე წავიდეთ, რამოდენიმე დღით და კარგად დავისვენოთ. მე სიამოვნებით. მეც. დავივიწყოთ ეს სიგიჟე. მან ახლა ერთი რას აკეთებ. მოდით, ჩემო კარგო ხალხო. კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის განსაკუთრებულობას მინდა გავუსვა ხაზი. დღევანდელი ჩვენი
შემოქმედის და გმირის ჩემი კობაც და თამარის ადაგძელო მინდა დავიხო. აი ადამიანს რო ჩახედავ თვალებში და იქვე არ ფთავრდება. და მის უკან კიდე უდიდეს სიღრმეს რო ხედავ. ის ადამიანი არ შეიძლება რომ ცუდი ადამიანი იყოს. ნამდვილად. კარგად იყავით და თქვენს დიდ სიყვარულს გაუმარჯოს. აეთყობა galaktioni ამის სოფლიდან რო იყო. როგორ ჩამოაყალიბა. ნო ვიდეო galaktioni ჩემს სოფლიდან იყო, აი შეფარა. და ადგილზელეს ხავს. რაღა დავლიო. რაღა ვთქვა. ყველაფერი თქვი. სასვენ ნიშნებს თუ შევამატებ თუ არა? გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი, თორემ თავი რომ მოგჭრას, კაც უკაცრავა და უკანალი დილაპარაკებს სამი. ისე ძალიან საყვარელი ქალია დედამისი. ძალიან. აი შენ რო ჩამოხვალ ჩვენთან ნახავს, თან გადაყოლა იცის. მე ძალიან მიხარია და სხვათა შორის კობაც ძალიან კარგი ბიჭია. აბა, ობუნა, გაგიმარჯოთ. გაიხარეთ. ბებია ჩემი ამბობდა თამრო მის სიტყვას ყიდულობდა ხალხი. სოლიო ისეთი უნდა მოიყვანო, რომ გვერდში რო გამოყვება არ შეგრცხვეს. აი ისეთის არ უნდა იყოსო ახლაო, რომ ასე თქვან ამას რა ვაგამოყვალ. ხო და შესანიშნავი არჩევანი გაქვს ჩემო კობუნა. გაგიმარჯოს. აბა, გაუმარჯოს. გაგიმარჯოს კობუნა. ახი რა ფერი ბედნიერია ბიჭოია. ორი თვია არ უჭამია. ისე ელოდებოდა შენ გაბედნიერებას. გეიხარეთ მეგობრებო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე ლამაზ წუთები, რომელიც ყველაზე ლამაზ ემოციას აღწევს ჩემში. დღემ, როდესაც მე თამარი გავიცანი, სულ შეცვალა ჩემი ცხოვრება. და ამის მერე სულ სხვა დანიშნულება მიეცა ყოველ გათენებულ დღეს. და ამისთვის უბედნიერესი ადამიანი ვარ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. სიყვარულისთვის დიდი მადლობა ვერჩი დგომისთვის. მიყვარხართ ყველა. გაგიმარჯოს. ბოშია ჩამოგონია. არა ხო და არც დამიცალებია. უხერხულად იზრდება თავს. ადექი ბიჭო, გაშალე ხელი იცეკვე. ადექი. სადნახე ვიდეო შენ ჩემი ცეკვა. ისე ვარლამიჩ გასაოცარი ღვინოა. ვაზის ცრემლები. ამაში ახლა წყალი რო არ იყოს გარეული, სასმელი ვერ აჯობებს ამ. წყალი ჩაგიგდა ჩემ გვერდებში. რა უნდა მიჩაგვინოში წყალს? ჩაგვინოს მიხედე შენ. თემზე რო გაუშვა შენ, კვირის დაგიღე. ნენდა დალი ადაგძელი დალი. ვიქტორია. არ ჩანს სუდი გოგო. მაგაში. ეს კარგი. უნდა გავიწერო. დედა,
დედა არ მომიტანეთ ვინმე აი არაფერი ტრანსგერა შემოხედე აბა შემოხედე დედა შემოხედე დედა სალი იცი დედამ ცოცხალი ყოფილიყო შენ ძალიან უმოეწონებოდი მართლა? კი რატო გონია ეგრე? იმიტომ ძალიან საყვარელი ხარ დედი კაცგეთ საყვარელი იყო შენ მეხუტები ასე მგონია ის ნახუტება მართლა სალი დედა თუცაში რატო ვერ ვხედავ ალბათ იმიტომ რომ ცა ძალიან დიდი და ძნელია ყველაფერი დაინახო სამაგეროდ თვითონ გიყურებს და კარგად მოიგეცი შენ ხომ არ წახვალ სად? წაში? ხო ჯერ არა აბა რა შვებით ჭორაობთ მაგრი ხო შეუკვეთე კი ჩემო ცხოვრება აბა რა ვქენი თქვენ თუმარ საუბრობთ ხოლმე არა მამა ჩვენ როგორ არ ვლაპარაკობთ მაგრამ ესე შენსავით გაუთავებლად არ ვლაპარაკობთ ვერ იცი გუშინ ვფიქრობდი არის ამ ქვეყანაზე რაღაც სამართალი და სწორედ ამან შეახვედრა მარიამს თქვენი თავი მართლა ძალიან სასიამოვნო ადამიანი მადლობა პირიქით ოდი მარიამის დაორგანიზებულ დღეს გაუმარჯოს ხო ცოტა უცნაურს მაგრამ სამაგიეროდ ძალიან განსხვავებულს და აი ამ ღიმილს გაუმარჯოს აი ამ ბავშვურ ღიმილს რომელიც ყველაზე უბოროტო გულუბრყვილო და ალალია აი ეს ღიმილია სწორედ ის რაც გონია რომ ისეთ რამეს მაკეტებინებს რასაც ვერასოდეს ვერ შევძლებდი ცხოვრებაში ეს ბავშვური განცდა იმდენად ძლიერია რომ დღემდე მახსოვს როგორ მტკენდა გულს როცა რაღაც მინდოდა და არ იყო ამიტომ ვცდილობ რომ მარიამს ყველაფერი გაუკეთო რომ მეხსიერებაში მხოლოდ დადებითი ემოციები დარჩეს მოდით გაუმარჯოს იმ დღეს რომელიც გვაბედნიერებს მამა შეიძლება დღეს საჩვენთან დარჩეს ეხლა ნიორი გვინდა ნიორს სანაყი არ მაქვს დედაჭრი ან საფეხი მაქვს პატარა და იმაზე ვხერხავ და ის საჭყლეტიც არ მიყვარს მე იმის მე და ძალიან ამილაპარაკე რა რამდენჯერ უნდა დაგელაპარაკო მე უკვე ყველაფერი გითხარი აი ამ ერთხელ მომისმენ და მე თუ გინდა საერთოდ გავკრები შენ ცხოვრებიდან დიდხანს ვიდგე თუ შემომიშვა სოფი აქამდე ისე მოვედი რომ თითქმის ყველაფერი მქონდა სამსახური კარიერა ფული არაფერი არ მოკლა საერთოდ მაგრამ ბედნიერი როდის ვიყავი
არც მახსოვს. ალბათ მაშინ ჩემი შვილი სესილი რო დაიბადა. ჩემი საქმე წამოვიწყე. საკმაოდ წარმატებული გახდა. მაგრამ ბედნიერება არც ამან არ მომიტანა. და ზუსტად მაშინ გამოჩნდი შენ. სხვა აზრი შეიძინა ჩემო ცხოვრებამ. საერთოდ სხვა განწყობა და სხვა ხალისი შემოიტანე ჩემში. იცი, პირველი ნახვის მერე სულ შენზე მეფიქრებოდა და აი მინიმალურ მიზეზს ვეძებდი რომ მენახე. ამდენი წლის მერე პირველად ვიგრძენი თავი ესე ბედნიერად. არ მინდოდა რომ ეს ბედნიერება დამეკარგა. მერე ისიც ვიფიქრე რომ ეს მდგომარეობა შენ პრობლემებს შეგიქმნიდა. ამიტომ ჩამოგშორდი, გაგეცალე. ახლა როცა ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა და გავიგე რომ თავისუფალი ხარ, თავი ისევ ბედნიერად ვიგრძენი. არ მინდა რომ ეს ბედნიერება დავკარგო. მე არც არაფერს არ გეკითხები. არც პასუხს არ ველოდები შენგან. უბრალოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი გცოდოდა. რომან მეთქვა ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი და მთელი ცხოვრება ვინანებდი. ნერვიულობ ყობა ყველაფერი კარგად იქნება რა. რაფერ ჩავშხამდა დღევანდელი დღე? კაი ბიჭო, ლენა იყოს კარგად და უკეთეს დღეებს მოვაწყობთ სოფელში. ბიჭიკო სად არის ამდენი ხანი? როგორ ეკენილი ერთი აზურად? წყალზე გავიდა, ეტყვა რა არის ახლოს მაღაზია მომა. ვახ ბიჭო. ნერვიულობ. დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. ლენა ისეთი ყოჩახი ქალია. ხო იცი როგორი წინათ გზნობა მაქვს მე. მოგესალმებით. ხუჭვასთან თქვენ მზადებით? კი გენეს.
მოკლედ კლინიკას შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. ჩატარებული იქნა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა სამწუხაროდ პაციენტის სიოცხლის გარჩენა ვერ მოხერხდა.